სახელმწიფო აუდიტმა საარჩევნო ანგარიშებზე აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა თუ რომელიმე სააგენტოს გადასცა, არ ვიცი რა ფორმით მოხდა, ინტერვიუს თუ სხვა ფორმით, ძალიან ნაწილობრივი და არასრული ანგარიშები. მე ვაპირებდი ამ ანგარიშის ჩაბარებას სულ ბოლოს, ანუ ეხლა უკვე მეორე ტურის შემდგომ, რადგანაც გრძელდება მოძრაობა ჩვენ ანგარიშზე და ყველაფერი იქნება დასრულებული მხოლოდ მეორე ტურის შემდეგ. მაგრამ რადგანაც ეს მოხდა და რადგან ძალიან არასწორი ციფრებით იქნა მანიპულაცია, რაც მე მიმაჩნია, რომ ალბათ ცდება აუდიტის სამსახურის კომპეტენციას, მე ჩავთვალე საჭიროდ, რომ ნაადრევად გამეშუქებინა ჩემი ანგარიშები. ჯერ მინდა ის თქვა, რომ შემოწირულობა შემოვიდა ანგარიშზე 95 ადამიანისგან, მათ შორის მე. შემოსავალი იყო 53,299. ჩემი პირადი შენატანი ამაში იყო 29,170. შემდეგ შემოწირულებიდან იყო 10 ადამიანი, რომელმაც შემოწირა 8,000, 6,000, 10,000, 2,000, 1,000, 500 და 300. ეს არის ყველაზე დიდი შემოწირულობები და დანარჩენი, ანუ 3 ლარიდან 200 ლარამდე, დანარჩენი ამ 95-დან, ანუ თქვენ თვითონ ანგარიშეთ გამოდის 85 თუ 4. აქედან 499 ლარი წავიდა ბიუჯეტში იმ კანონმდებლობის გამო, რომელიც სრულიად უაზროდ მოსთხოვს ადამიანებს, რომ პირადი ნომერი, პირადი ანგარიში, სად უნდა იყოს მითითებული ეს პირადი ნომერი, ჩვენ ვეღარ მოვნახეთ ის 3 ლარიანი ადამიანები, იმიტომ რომ მათი მონაცემები არ გაგვაჩნია და ეს თანხები გადავიდა 499 ლარი გადავიდა პირდაპირ ბიუჯეტში. ალბათ ამისთვის მადლობას მივიღებ თავის დროზე, მაგრამ მე ვთვლი, რომ ალბათ ეს კანონმდებლობა არის შემდგომში შესაძლებელი, რომ ბევრად უფრო ადვილად და ბევრად უფრო ევროპულად ან ამერიკულად იყოს ადამიანებისთვის საშუალება, რომ დაეხმარონ თავიანთ შერჩეულ კანდიდატს და ეს არ იყოს რაღაცა მონიტორინგის, ეჭვის და ყურადღების საგანი. რადგანაც ეს არის ბუნებრივი, ნორმალური, ჩვენ ვცხოვრობთ ჯერ კიდევ სააკაშვილის კანონმდებლობით ამ დარგში, სადაც ალბათ სურვილი არსებობდა ხელისუფლებისგან, რომ ყველა ვინც რომელიმე არანაციონალ კანდიდატს დაეხმარებოდა, ის ყოფილიყო ყურადღების ქვეშ. ასევე მე მინდა ვთქვა და ეს არის ბანკების ერთ-ერთი პრობლემა, ამ გადარიცხვებში ადამიანების, რომელმაც არ ჩააბარეს ისე, როგორც იყო კანონმდებლობით მოთხოვნა, 62 ლარი კომისიებში გადავიხადე ბანკში, მხოლოდ იმიტომ, რომ 3 ლარიანი უბრუნდებოდა იმ ადამიანს, რომელმაც 3 ლარი ჰქონდა, თითო 3 ლარიანში 1 ლარი ბანკისთვის იყო გადარიცხული. ეს ყველაფერი არაფერი, ამის მიუხედავად ჩვენ ჩავატარეთ, მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე იაფი კამპანია. მინდა ვთქვა, რომ მე არც ერთი ადამიანისთვის არ გადამიხთია არანაირი ტიპის ხელფასი. ყველა ვინც ჩვენთან მუშაობს, შტაბში ეს იქნება, თუ ჩვენი წარმომადგენლები, თუ ჩვენი დამკვირვებლები, ეს არის დაახლოებით 100 კაცი, პლუს შტაბი, პლუს ის ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც გვეხმარებიან ფლაიერების დარიგებაში, ყველა ეს ადამიანები არიან მოსული მხოლოდ იმიტომ, რომ აქვთ სურვილი, რომ ჩვენთან ერთად იმუშაონ. არც ერთი ლარი არც ერთისთვის არც ერთი ლარი არ გადამიხთია. ეს არის ასევე უჩვეულო ქართულ პოლიტიკაში, უჩვეულო არის, რომ თანამშრომლებს არ უხდიან თანხებს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის პირველი სანდოობის მომენტი და მე ამდენად ვიცი, რომ ვერავის ვერ გადავხდიან ჩემზე მეც. ანუ ეს ცდუნება ჩემთან არ არსებობს, ვინც მოსულია, იცის რისთვის არის მოსული და ეს არის იდეური თანაგრძნობა და მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი ძალა და ყველა ამ ადამიანის მე ვარ ძალიან მადლიერი და მომავალშიც მათთან ერთად გავაგრძელებთ.
ამიტომ ეს თანხა არ იყო ჩემ ანგარიშებში, ცხადია, იმიტომ რომ არ არსებობს. დაიხარჯა მთავარი პუნქტები, რაშიდაც დაიხარჯა ეს შემოსული თითქმის 50,000, არის 1.09 ცნობილი ზარები, რომელიც ზოგი ამბობდა, რომ ძალიან კარგია და ზოგი ამბობდა, რომ შემაწუხებელიც გახდა. მაგრამ ზოგი ამ დროს ამბობს, რომ არ აქტიურობთ თურმე საკმარისად, ანუ 9,000 ლარი დაახლოებით. ის გაჩერებებზე, ავტობუსებზე და მეტროში საკმაოდ მოგრძალებული, მაგრამ მაინც რაც მქონდა, ის დარჯდა 15,000-მდე. მე არც ერთი პლაკატი არ მაქვს გამოკრული, ბანერი outdoor ჯიზე, რადგანაც ეს არის ნაციონალ მოძრაობის კუთვნილება, ვიღაცა პირების მეშვეობით, მაგრამ ვიცით. ოფისის იჯარა დაჯდა 8,400 ლარი, ჩვენი გამჭვირვალე ოფისის. პლაკატები თვითონ 5,400, პროგრამა ფლაიერების მასალა, საპროპაგანდო მასალა 3,600, რადიო შეტყობინებები, რომელიც კიდევ იქნება ამ კვირაში, სულ დაჯდა 1,800, ბენზინი 3,000 და ჩვენი ივენტების მოწყობა რუმს სასტუმროში და მთაწმინდაზე ჯამში დაჯდა 3,500. ეს არის ის მთავარი ხარჯები და კიდევ ერთხელ ეს ჯერ არ არის სრულყოფილი, მაგრამ როცა დამთავრდება არჩევნები, ამას კიდევ ერთხელ და უფრო დაწვრილებით ყველა ანგარიშებს ჩავაბარებ ჩემ ამომრჩევლებს და იმ ადამიანებს, რომელმაც შემოიტანეს გინდათ 3 ლარი, გინდათ 10,000, რადგან ეს არის მაქსიმუმი. მე ვთვლი, რომ ეს არის ვალდებულება და ველოდები სხვათა შორის და თქვენს გელოდებით, რომ იმართოთ ყველა ჩემ კონკურენტებს და მათგან გაიგოთ, რამდენი დახარჯეს, როგორ დახარჯეს. აუდიტის სამსახურს ადანაშაულებს ციფრებით манипуლირებაში, ანუ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ თქვენ. ეს არის რაც ეხება დანაშაულებს, ეხლა ადვოკატი თქვენ გიპასუხებთ. მე ვამბობ, რომ გამოქვეყნდა ძალიან ნაწილობრივი ამოგლეჯილი ციფრები და იქ იყო, მაგრამ ეს არ იყო პირდაპირ აუდიტის, ეს იყო ასევე ჟურნალისტის რაღაცა ბრალდებები, რომლებიც ვითომც მოდიოდა აუდიტისგან. ამ ყველაფერს ეხლა დეტალურად მოგახსენებთ. მე მოგეცით მხოლოდ და მხოლოდ ფაქტები, რეალობა, რამდენი დაიხარჯა აგვისტოდან 10 ოქტომბრამდე და ბოლომდე რაც იქნება, მე ამას კიდევ ერთხელ მოგხსენებ. როგორც კი პირველი ტური მორჩა, უნებრივია კანონით დადგენილი წესით ყველა პოლიტიკურ პარტიას და საარჩევნო სუბიექტს აქ ამის ვალდებულება რომ წარადგინოს აუდიტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში კონკრეტული ინფორმაცია ფინანსებთან დაკავშირებით. ჩვენ კონკრეტულ შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან ჩვენ 20 ოქტომბრის წერილით გვეცნობა და აქ არის სხვა საარჩევნო სუბიექტებიც, მაგრამ კონკრეტულად ჩვენს გვეხება, რომ ვინც მონაწილეობს მეორე ტურში არა უგვიანეს 2 ნოემბრისა, წერია პირდაპირ, არა უგვიანეს 2 ოქტომბრისა, უნდა წარმოვადგინოთ დეტალური ანგარიში როგორც პირველი, ასევე მეორე ტურის თაობაზე. ანუ მე რა მინდა განმარტო, მინდა ხალბატონი, ბატონო? 2 ნოემბერი. არა უგვიანეს 2 ნოემბრისა. ხო. კი, ევთქვი. შესაბამისად, მე მინდა რა გავმარტო? გავმარტო ამ შემთხვევაში ის, რომ ვინც მონაწილეობს მეორე ტურში, მარტივად რომ ვთქვათ, მას დამატებით ცალკე ანგარიშის წარმოდგენა პირველ ტურთან დაკავშირებით ამის უფლებამოსილება არ ქონდა, ეს ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ იმ სუბიექტებს, ვინც პირველი ტური წარმატებით გაიარეს, ხო? ან ვერ გაიარეს წარმატებით და დაასრულეს მეორე ტურში. ეს ისევ ვიმეორებ, პირველი დასტურდება თვითონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწერილი წერილიდან. ამავე დღეს ინტერნეტ გამოცემა net გაზეთში გადის აბსოლუტურად დეზინფორმაციული, შემიძლია ვთქვათ, სტატია, ინფორმაცია ნიუსი, რომელიც ეთყობა ჟურნალისტმა კარგად იმუშავა და გაიგო შემომწირველების სახელი და გვარი, რომელიც საჯაროა, მაგრამ ამავე დროს მათი ყოფილი რეგალიებიც, თქვენ ჟურნალისტები ხართ ალბათ და შესაბამისად კარგად გესმით ინფორმაციის ნიუსის გაშვების ტაქტიკა. პირდაპირ წერია ერთ-ერთ შემომწირველად, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილმა მიიღო შემოწირულობის სახით ამდენი და არის ერთი კონკრეტული პირი დაკონკრეტებული, ხო?
ეს არის სტატია იწყება იმით, რომ სალომე ზურაბიშვილის პარტიის საქართველოს გზის წევრმა თურქეთში საქართველოს ყოფილმა კონსულმა ნოდარ კომახიძემ შესწირა 8000 ლარი და თავად სალომე ზურაბიშვილმა 7000 ლარი. ბატონო სალომე მოგახსენათ რამდენი იყო შემომწირველი ამ 95 კაციდან რატომღაც იყო შერჩეული მისი ძველი რეგალიიდან გამომდინარე, არ ვიცი რას უკავშირდება და უკავშირებდა ჟურნალისტი ამ ფაქტს და არის ხაზი გასმული 6 ოქტომბერს, როდესაც ანდერულში მთაწმინდის პარკში ქალბატონი სალომე შეხვდა თავის ამორჩევლებს და საბაგიროთი უფასოდ ისარგებლეს მისმა ამორჩევლებმა. შესაბამისად, თუ ესეთი ოპერატიულია სახელმწიფო აუდიტის სამსახური და მე მოხარული ვარ, რომ ესეთი ოპერატიულობით განიხილავს ამ საკითხებს, დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა ამორჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით, რაც ასევე განიუსებულია და ჩვენ ეს გავიგეთ ჟურნალისტის მეშვეობით. შესაბამისად, მინდა რა ვთქვა ამით რა, რომ ჩვენ გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც დღესაც არის დაკომპლექტებული ნაციონალური მოძრაობის დროს, შეიძლება ითქვას ნაციონალური მოძრაობის წევრებით თავიდან ბოლომდე, კონკრეტიზაციისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, რომელიც მიზანმიმართულად, კონკრეტულად სალომე ზურაბიშვილის მიმართ ახორციელებენ კონკრეტულ ქმედებებს, რათა მოახდინონ მისი დისკრედიტაცია და ხელი შეუწყონ მისი მთავარი კონკურენტის ნიკოლოზ რურუას არჩევნებში წარმატების მიღწევისთვის. აი ამ დასკვნის გაკეთება შეიძლება კონკრეტულად აუდიტის სამსახურის მოქმედებასთან დაკავშირებით. ის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაცია, რომ რაღაცა ნაწილ ინფორმაციას და ნიუს ავრცელებ არჩევნების მეორე ტურის წინ, რჩება საზოგადოებაში შტაბეშტილება იმისა, რომ ჩვენ რაღაცას ვარღვევთ და შესაბამისად ჩვენ ფინანსებს არასწორად გამკარგავთ. ჩვენ არამხოლოდ ქალბატონ სალომეზე, არამედ ყველა იმ დღეს გამოქვეყნებულ საარჩევნო სუბიექტი, რომელიც ასე ვთქვათ, საინტერესოა და აუდიტორიას აინტერესებს, ყველაზე გაკეთდა ამის გავშცი, ასე ვთქვათ, შევაჯამებელი აუდიტის შევაჯამებელი ინფორმაცია. შესაძლო მოსყიდვის თაობაზე რომ მოკვლევა მიმდინარეობს, ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია? სახელმწიფო აუდიტის ყოჩახ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური. დავასახელო ადამიანები, რომელთაც დაასახელით თუ შეიძლება გვარი და სახელი, ვინც მოგაწოდათ ეს ინფორმაცია. ქალბატონის სახელი და გვარი არის ზურა ვაზნაურაშვილი, რომელთანაც მან გავიარეთ კონსულტაცია და ინფორმაცია დაგვიწყდა. უკაცრავად ზეპირ სიტყვიერად მიიღეთ ეს ინფორმაცია. სატელეფონო საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ამაზე პასუხი რომ დამატებით რაც ჩვენ არ ვიცოდით და მოკვლევა შეგვიმსუბუქდა და ჩვენ ბუნებრივი ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება. ჯერთი სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორი რამე დაარღვია. ერთი ის რომ ის არის ადმინისტრაციული ორგანო და სატელეფონო კონსულტაციების დონეზე ოფიციალური პასუხები არ უნდა გასცეს. მით უმეტეს ჟურნალისტს ეს ერთი ამის უფლება არ ქონდა პატივცემულ აზნაურაშვილს და მეორეც ერთი სანამ მოკვლევა არ არის დასრულებული რატო გავიდა ეს ინფორმაცია თქვენ კი ბატონო დარეკეთ და მიიღეთ რა ეს ინფორმაცია მოდით ახლა ხვალ მეც დავრეკავ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში და ნებისმიერი აი ნიკა რურუას კონკრეტულად ჩვენი კონკურენტი ვინც არის სატელეფონო კონსულტაციები მომცენ იმ საკითხებთან დაკავშირებით რომელიც მე მაინტერესებს კი ბატონო, მადლობა, ჩვენ ამაზე გვექნება რეაგირება. თუ თქვენ ეს ახლა რასაც ბრძანებთ და არ მაქვს უფლება არ დავიჯერო ამ ეტაპზე, რაც აქ დაწერეთ, ყველაფერი სატელეფონო კონსულტაციის საფუძველზე არის მოწოდებული, ესე კიდევ ერთხელ დასტურდება სახელმწიფო აუდიტის მიკერძოებული დამოკიდებულება და ლოიალური დამოკიდებულება ნაციონალური მოძრაობის მიმართ.